1321 წელს საფრანგეთში დაიწყო პანდემია, რომელიც მთელი ევროპა პანიკაში ჩააგდო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პანდემია ბუნებაში არ არსებობდა. დღეს მოგიყვებით კეთროვანთა შეთქმულებაზე, ისტორიაში ყველაზე აბსურდულ და სასტიკ მასობრივ ფსიქოზზე. იმ დროისთვის კეთრი განაჩენი იყო. კეთროვანს ართმევდნენ ქონებას, აძევდნენ ქალაქებიდან და აიძულებდნენ ეტარებინათ ზარი, რომ მისი მოახლოება ყველას გაეგო და გაქცეულიყო. 1321 წლის ზაფხულში საფრანგეთში ვრცელდება ჭორი. თითქოს კეთროვნებს მობეზდათ გარიყულობა და გადაწყვიტეს ევროპის ყველა ჭის და მდინარის მოწამვლა. კი, მაგრამ რა მიზანი ჰქონდა კეთროვნებს ჭორის მიხედვით? მობეზდათ დამცირება და გადაწყვიტეს შურიძიონ და ჯანმრთელი ქრისტიანები ან დახოცონ, ან კეთრით დაავადონ. ჭორს მალევე მოყვა ეგრეთ წოდებული მტკიცებულებებიც. გავრცელდა საწამლავის რეცეპტი, გველის თავი, გომბეშოს ფეხები, ადამიანის სისხლი და ეკლესიიდან მოპარული სეფისკვერი. ამ ჭორის საფუძველზე დაიწყო კეთროვნების მასობრივი დევნა და კოცონზე დაწვა. მაგრამ შუა საუკუნეების შეთქმულებებს უფრო დიდი მასშტაბები სჭირდებოდა. წამების ქვეშ კეთროვნებს ათქმევინეს, რომ მარტო არ მოქმედებდნენ. გაჩნდა კითხვა, ვინ აფინანსებდა მათ? პასუხად, ებრაელები დაასახელეს. ებრაელებს კი ფულს გრანადის მუსლიმი მმართველი და ბაბილონის სულთანი უხდიდნენ. ანუ მუსლიმებმა დაიქირავეს ებრაელები, რომ მათ კეთროვნები გამოეყენებინათ ევროპის ამოსაწყვეტად. გონიათ საფრანგეთის მეფეს, ფილიპე მეხუთეს ეს სისულელე მართლა ჟეროდა? აქ სხვა მოტივი იმალება. ფული და ისევ ფული. საფრანგეთის მეფემ ფილიპე მეხუთემ გამოსაბრძანება კეთროვნები და ებრაელები დაიწვან ან გაძევდნენ. მათი ქონება კი პირდაპირ ხაზინას გადაეცეს. მეფემ მარტო ებრაელების გაძევებით 150,000 ლივრი იშოვა. დაიცით რა არის ყველაზე შოკის მომგვრელი და აბსურდული ამ ისტორიაში? მსხვერპლი არ არსებობდა. არც ერთი ადამიანი, საერთოდ არავინ მომკვდარა მოწამლული წყლით. არანაირი ეპიდემია არ დაწყებულა. ერთადერთი, ვისაც პანიკისაგან კუჭი აეშალა, რამდენიმე ნერვული მოქალაქე იყო. ეს იყო 100%-ით ჰაერიდან მოტანილი საქმე, გამოგონილი პანდემია, რომელმაც ათასობით უდანაშაულო, ისედაც გამწარებული, დაავადებული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფაქტი ერთია, 1321 წლის ზაფხულმა გვიჩვენა, რომ ყველაზე საშინელი დაავადება არა კეთრი, არა შავი ჭირი, არამედ სიბნელე, შიში და ადამიანური სიხარბეა. როცა საზოგადოებას ეშინია, ის მზადად დაიჯეროს ნებისმიერი აბსურდი და მტრად გამოაცხადოს ის, ვინც მასზე სუსტია. თქვენი აზრით, დღეს რამდენად ვართ დაზღვეული მსგავსი მასობრივი ფსიქოზებისაგან? დაწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.